ახლა გადავიდეთ მჟავებზე, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ საუბრობთ ოქსიდებსა და მჟავებზე და ლექციის ამ ნაწილში უკვე მჟავებზე ვისაუბრებთ და ლექცია ეკუთვნის ქიმიის კურსს, რომელიც თავის მხრივ განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც არიან ბიოლოგიის ბაკალავრები. ანუ მომავალი ბიოლოგებისთვის არის განკუთვნილი. მჟავა რას ეწოდება? ბუნებრივია ეს არის რთული ნივთიერება, რომელიც შედგება წყალბადის ატომებისა და მჟავას ნაშთისგან. თქვენ ხედავთ ზოგიერთი მჟავას ფორმულას თქვენს ეკრანებზე, ანუ შედგება წყალბადის ატომებისგან ყველა და მჟავას ნაშთისგან. ეს მჟავას ნაშთი შეიძლება იყოს ჟანგბადიანი და უჟანგბადო. შესაბამისად, მჟავებიც იყოფა ორ ჯგუფად: ჟანგბადიანი მჟავები და უჟანგბადო მჟავები. უჟანგბადო მჟავების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წარმომადგენლები არის H-ფტორი, ანუ ფტორ-წყალბად მჟავა, H-ქლორი, ანუ ქლორ-წყალბად მჟავა, H-ბრომი, ანუ ბრომ-წყალბად მჟავა, H-იოდი, ანუ იოდ-წყალბად მჟავა, H2S-ი, გოგირდ-წყალბად მჟავა, ჟანგბადიან მჟავებს რაც შეეხება HNO3, აზოტმჟავა, HNO2, აზოტოვანი მჟავა, H2SO3, გოგირდოვანი მჟავა, იგივე გოგირდოვან მჟავასაც უწოდებენ, H2SO4, გოგირდმჟავა, ნახშირმჟავა, H2CO3, H3PO4, ფოსფორმჟავა და ასე შემდეგ. ჩვენ ბუნებრივია სემინარებზე და ლაბორატორიულ მეცადინეობაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ მჟავების ფორმულების შედგენაზე, მათ წაკითხვაზე, სტრუქტურული ფორმულების ჩაწერაზე, სხვათა შორის იგივე ეხება ოქსიდებსაც, ანუ მათ სტრუქტურული ფორმულების წერაზეც ვივარჯიშებთ. რაც შეეხება მჟავების ფუძიანობას, ანუ მჟავას ფუძიანობა განისაზღვრება წყალბადის ატომების რაოდენობით. მაგალითად, თქვენ ხედავთ, რომ H-ფტორი, H-ქლორი, H-ბრომი, H-იოდი, HNO3, HNO2 წარმოადგენს ერთფუძიან მჟავებს. რატომ? იმიტომ რომ მათ შემადგენლობაში წყალბადის ერთი ატომია. H2S-ი, H2SO3, H2SO4, H2CO3 ორფუძიანი მჟავები არის. H3PO4 მაგალითად არის სამფუძიანი მჟავა და ასე შემდეგ. ანუ ფუძიანობა არის განპირობებული წყალბადის ატომების რაოდენობით მჟავას შემადგენლობაში. ძალიან მოკლედ მინდა ვისაუბრო თვითონ მჟავების აღმოჩენაზე. ის უკავშირდება მისი აღმოჩენა არაბ ალქიმიკოს ჯაბირ იბნ ხალინეს, რომელმაც პირველად აღმოაჩინა ძმარმჟავა, ეს ორგანული მჟავა არის. აღმოაჩინა ძმარმჟავა, ძალიან სუსტი მჟავა გახლავთ, მაგრამ იმ პერიოდისთვის მას ეგუნა, რომ ის იყო ყველაზე ძლიერი მჟავა. მასვე ჰქონდა მცდელობა, რომ ელემენტები დაეჯგუფებინა ორ ჯგუფად, უბრალოდ მათ მაშინ არსებულია ეს ნივთიერებები ორ ჯგუფად, ხსნადი და უხსნადი, მაგრამ რადგანაც ის გამხსნელად იყენებდა ძმარმჟავას და წყალს, ძალიან ბევრი მათგანი არ იხსნებოდა მათში და ისინი უხსნადთა ჯგუფში იქნა გადატანილი. ხსნადებში მოხდა ძალიან მცირე რაოდენობა ნივთიერებების და უხსნადში ძალიან ბევრი. შემდეგ უკვე მოგვიანებით წარმოშობით ესპანელმა ვინმე სრუჯაბირმა აღმოაჩინა გოგირდმჟავა და აზოტმჟავა. სრუჯაბირს მას იმიტომ უწოდებდნენ, რომ ის თავის აღმოჩენებს და ნაშრომებს ხელს აწერდა ჯაბირიო, არა და ჯაბირი იმ პერიოდისთვის იყო უკვე გარდაცვლილი და ამიტომ ისტორიკოსებმა მას სრუჯაბირი უწოდეს. აი სრუჯაბირმა აღმოაჩინა სწორედ ეს უძლიერეს მინერალური მჟავები და ისტორიკოსები რასაც ამბობენ, რომ ამან ისეთი გადატრიალება მოახდინა ქიმიაში, ანუ აი მჟავების აზოტმჟავას და გოგირდმჟავას გულისხმობ აღმოჩენამ, რომ ფაქტიურად ეს ოქროს ტრანსმუტაციის მეთოდიკის აღმოჩენის ტოლფასი იყო. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ინდიკატორით შეგვიძლია აღმოვაჩინოთ მჟავა ფენოფტალეინის დამატებისას, უფერო ფენოფტალეინის დამატებისას მჟავას ხსნარი ფერს არ იცვლის.
და ლაკმუსის დამატების შემთხვევაში ხსნარი ასეთ წითელ შეფერილობას იღებს. თუმცა არსებობს კიდევ უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდი, რომლის მეშვეობით ასევე შეგვიძლია რომ აღმოვაჩინოთ მჟავა. ნახშირმჟავას მიღების ანიმაცია, უბრალოდ რეალური ცდამიდან შეგთავაზოთ. ეს არის ერთ-ერთი ინტერნეტ რესურსიდან აღებული ეს რეალური ცდები. აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან სუსტი მჟავა, ნახშირმჟავას გულისხმობ. წარმოიქმნება ის ნახშირორჟანგის და წყლის ურთიერთქმედების შედეგად, მაგრამ ძალიან მალევე იშლება, ანუ ძალიან არამდგრადია. ნახშირორჟანგი CO2 გახლავთ მჟავა ოქსიდი და მჟავა ოქსიდი ურთიერთქმედებს წყალთან და გვაძლევს მჟავას. ნახოთ ახლა ეს ანიმაცია. ანუ ნახშირს გაახურებენ ცეცხლზე და შემდეგ მოათავსებენ მას კოლბაში, სადაც არის ჟანგბადი. წავიდა რეაქცია, როგორც ხედავთ, ანუ წარმოიქმნება CO2 და შემდეგ აი რომ უკვე წარმოქმნილ CO2-ს ჩაუმატებენ წყალს. CO2 პლუს წყალი წარმოიქმნება H2CO3 და სწორედ შემდეგ ინდიკატორით გაარკვევენ რომ ნამდვილად ეს არის მჟავა და ლაკმუსის ქაღალდი გაწითლდება. ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ ნამდვილად სარეაქციო არეში გვაქვს მიღებული მჟავა. ხედავთ თქვენ, როგორც წითელი ფერი წარმოიქმნება. მოგითხარით, რომ ნახშირმჟავა არის სუსტი მჟავა და სწორედ ამის დემონსტრაცია ხდება შემდეგ კლიპში, ანუ იღებენ მიღებულ ნახშირმჟავას, ათავსებენ მას ორ სინჯარაში და ორივე მათგანს უმატებენ ინდიკატორს მეთილორარს ამ შემთხვევაში წარმოიქმნება მოწითალო შეფერილობა. შემდეგ ერთ-ერთ მათგანს, აი ხედავთ თქვენ უმატებენ მეთილორარს და ერთ-ერთ სინჯარას გააცხელებენ. რის შედეგადაც ნახშირმჟავა მაშინვე იშლება და ამის დასტურია ის, რომ შეფერილობა, ეს მოწითალო შეფერილობა გაქრება და რაღაც მოყვითალო შეფერილობა წარმოიქმნება, რაც იმის დასტურია, რომ ამ სინჯარაში უკვე მჟავა აღარ გვაქვს. ეს მსახიობების მეშვეობით არის გადაღებული ეს კლიპები, ასე რომ ხედავთ თქვენ მათ თქვენს ეკრანზე. შეგიძლიათ შეადაროთ ეს ორი ფერი ერთმანეთს. ბოთლში არის მოთავსებული კონცენტრირებული აზოტმჟავა, ძალიან ძლიერი მჟავა არის და თქვენ ხედავთ, რომ თუ ესე საცობს მოხსნით, ესეთი პატარა ღრუბელი წარმოიქმნება მის თავზე, უკვლავ მსახიობის მიერ არის შესრულებული ეს კლიპი. აი ესეთი მოყვითალო შეფერილობის სითხე არის და თუ მას დავტოვებთ თავახდილს, ის იწყებს დაშლას და წარმოიქმნება, აი ნახეთ ის ღრუბელი კვლავ შეინიშნება, წარმოიქმნება საკმაოდ მომწამლავი აზოტის 4 ოქსიდი და მისი ჩასუნთქვა, რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდირებული, ასე რომ თავმოხდილ აზოტმჟავასთან ერთად ოთახში ყოფნა არ არის რეკომენდირებული და ყოველთვის ცდები აზოტმჟავასთანაობისას უნდა ჩატარდეს ამწოლ გარადაში. აღებული არის ორგანული ნივთიერებების შემცველი მასალა, ეს არის კვერცხის გული და თითოეულ მათგანს უმატებენ კონცენტრირებულ აზოტმჟავას. ეს არის კვერცხის გული და ხედავთ ის იწვევს კვერცხის გულის დენატურირებას, ანუ დაშლას. ეს არის აბრეშუმი, რომელიც ასევე ხედავთ თქვენ როგორ ზემოქმედებს მასზე კონცენტრირებული აზოტმჟავა. გვაქვს კიდევ აქ ნაჭერი, ბამბის შემცველი ნაჭერი. ეს არის ბუმბული, ასევე ორგანული ნივთიერებების შემცველი. იღებენ აგრეთვე ხაჭოს, რომელიც ასევე ცილა შეიცავს, ცილა კაზეინს შეიცავს, რძის ცილა კაზეინს.
და თუ მას დავუმატებთ კონცენტრირებულ აზოტმჟავას და გავაცხელებთ, ის იცვლის ფერს, ჯერ ყვითლდება და შემდეგ რაღაცნაირად აიჭრება, ანუ ეს მის მანიშნებელია, რომ ხდება ცილის დაშლა. ნახეთ, დენატურაცია. აქედან დასკვნა, რომ კონცენტრირებული აზოტმჟავა ორგანულ ნივთიერებებს შლის. იღებენ აზოტმჟავას რამდენიმე სიმჯარაში ასხავენ მას და ახლა გვაჩვენებენ როგორ მოქმედებს სხვადასხვა სახის ინდიკატორი აზოტმჟავაზე. პირველ რიგში მასში ამატებენ წითელი კომბოსტოსგან მიღებულ ექსტრაქტს, რომელიც ასევე შეიძლება რომ გამოყენებული იქნეს ინდიკატორად, ხედავთ თქვენ რომ მან ფერი შეიცვალა. შემდეგ სიმჯარაში მოათავსებენ მეთილორანჟს. თიმულის მურვს ათავსებენ მესამე სიმჯარაში. და მეოთხე სიმჯარაში უკვე სიმჯარაში არსებულ აზოტმჟავას მოათავსებენ ორი ტიპის ინდიკატორის ქაღალდი. ერთი არის ლაკმუსი და მეორე არის უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდი. და თქვენ ხედავთ, რომ აკვირდებით, რომ აბსოლუტურად ყველა აი ამ ინდიკატორმა მჟავასთან შეხებისას ფერი შეიცვალა.